რელიგიური ფიცი დადეს ოქმის შემდგენმა პოლიციელებმა და სასამართლოს წინაშე ჩვენება ამის შემდეგ მისცეს სასამართლოს ბოლოს უკვე დადასტურდა რომ პოლიციელების ინფორმაცია სიმართლე არ იყო და ისინი სრულჩვენებით წარდგნენ სასამართლო დარბაზში და ამას მოწმობდა ის ჩანაწერები რომელიც მტკიცებულების სახით იყო გამოკვლეული ჩანაწერების მიხედვით არ დადასტურდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რომლის მიხედვითაც ირაკლი ფიფია იგინებოდა პოლიციელების მიმართულებით და ასევე არ დადასტურდა რომ ის ისროდა ქვებს. სწორედ ამის გამო დააკავეს ლექტორი სამედიცინო უნივერსიტეტის დღეს კი სასამართლოს ხდომა გაიმართა ხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ის ნაწილობრივ გამართლდა, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ფიფიას გავსაუბრებოდით. სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი ჩვენთან საუბრის დროს განმარტავს, რომ მასზე ფიზიკურად სპეცრაზმის წარმომადგენლებმა იძალადეს, მას ჰქონდა დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ჰქონდა ტვინის შერყევა. საბედნიეროდ არსებობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ უბრალოდ ვდგავარ, არც ვჩხუბობ, არც ქვებს ვისვი, არაფერს არ ვაკეთე, უბრალოდ ვდგავარ. ანუ დაშლილია ტერიტორია, უკვე გაცილებული ვარ ამ ტერიტორიას და გონია რომ რავი კანონს აღარ ვარღვევ და ამ დროს უცებ ვიღაც სპეცნაზის წარმომადგენელი გამოვიდა და შემათრია კორდონს მიღმა. მოულოდნელად გამოიყვნენ, შეგვათრიეს, შემდეგ დაიწყო ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფები. მეთევებდნენ, რომ ხელებს ვიქნევდი და ვიგინებოდი მათი მიმართულებით, რაც ცოტა გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ეს ორივე პოლიციელმა ფიცი დადო, სანამ ამას იტყოდნენ, რელიგიური, ასე ვთქვათ, ფიცი დადო, რომ ღმერთი იყოს ჩვენი მოწამეო და ამ დროს როდესაც ასე მტკნარ სიცრუეს ამბობ, ძალიან არ ვიცი, ძალიან გულდასაწყვეტია. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეებმა გამომტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მტკიცებულებების არქონის გამო თვალი ვერ დახუჭეს კლანის მოსამართლეებმა და მიიღეს გამამართლებელი გადაწყვეტილებაც. პროცესების ნაწილი გაგრძელდება ხვალ და ისინი აღარ გამართულა დღეს, თუმცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან გვეწერა ინტერვიუები, ყველა მათგანი ამბობს, რომ მათი დაკავების დროს ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მაგრამ მოტეხილი მქონდა და დაჟილობებიც უკვე რაღაც შინაგანი ტკივილი მქონდა ორგანოების, თვითონ გამოიძახეს სასწრაფოდამეზე და გადამიყვანეს კავკასიის სამედიცინო ეროვნულ ცენტრში. გამოკვლევის შედეგად ძირითადი იყო ქვედაყბის ორმხრივი მოტეხილობა, თანხლების ზედაყბა და ცხვირისულების მოტეხილობა იყო და ჩამიტარდა ოპერაცია. მეღვინე ერეკლე ლოლაძე იხსენებს, როგორც ცემეს სპეცრაზმელებმა 29 ნოემბერს შევჩენკოს ქუჩაზე. 28 წლის კაცს და მის ძმას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები თავს დაესხნენ. ეს შემზარავი ფაქტი კორპუსიდან გადაღებულ კადრებშიც ჩანს. ვიდეო მასალის ბოლოს ჩნდებიან მედიის წარმომადგენლებიც. სასტიკი ანგარის ების მსხვერპლი იხსენებს, რომ ის ჟურნალისტებს მოარიდეს და მასზე ძალადობა ისე გააქცელეს. დავყარეს დაბლა, ფეხით ხელით ვიხდე, შემდეგ აგვაყენეს და ხელები გადაგვატანინეს უკან და წიწაკის სპრეის გვატარებდნენ. ჩემი ძმისგან ცოტა იგი პირდაპირ იზოლირებული გავხდი, როგორც კი დაგვაკავეს, ვეღარ ვხედავდი, მაგრამ ჩემი ძმაც იდენტურს ყვება ამასთან დაკავშირებით. ჯგუფი გამოსცა ერთ-ერთ ტელევიზიის და კამერების დანახვაზე გააჩერეს. უკვე ერთმანეთს უთხრეს, რომ გაჩერებულიყვნენ, სხვაგან გაეგზელებინათ, სანამ კამერები იყო. წამოგვაყენეს, აგვიყვანეს იმ კორდონის მიმართულებით, რომელიც იქ იდგა პარლამენტის მხარეს და იქ რო შეგვაგდეს უკვე და კორუფცია მოგვიწყეს, იქ ბევრად უკვე ძლივს გაგვისწორდნენ ფიზიკურად, აქეთ-იქიდან რამდენიმე ჯგუფი შეგვითხრევდა, დაგვაგდებდა, ძირითადად დაგდებულს გვიტყავდნენ ხოლმე. ერეკლე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში ამ და სხვა მუხლებზე ერთმანეთის პარალელურად ათობით პროცესი მიმდინარეობს. გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამამტყუნებელია. თუმცა დღეს გომელაურის უწყების მტკიცებულება იმდენად სუსტი და დაუსაბუთებელი იყო, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავა სისტემას პირველად განუდგა და გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა. ჩაგუნავამ ხელოვნებად მცოდნე ნოდარ აროშიძე გაამართლა, რომელსაც სპეცრაზმელების მხრიდან მიყენებული დაზიანება ამ დრომდე ეტყობა. ორ სხვადასხვა მარშრუტკაში მოხდა პირადად ჩემი ცემა და ჩემი ცემის რაღაცა ეს იყო წარმოუდგენელი რაღაცა წაბების მანქანებში გავიარეთ. მე გადამიყვანეს
საავადმყოფოში, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ ვიყავი უკვე და პირიდან ცხვირიდან სისხლი მდიოდა, გულის შეტევის პრობლემა მქონდა. ჩემთან ერთად ამ მარშრუტკაში დაგროვდნენ დაახლოებით 11-13 კაცი, აი ეს რაოდენობა, რომელიც ასევე მათაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მე უკვე როდესაც შემდეგ მარშრუტკაში გადამიყვანეს და იქ მცემდა რამდენიმე ადამიანი დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში, იქ უკვე აღარავინ ამოუყვანიათ. ფიზიკური ძალადობის გარდა კაცი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი, ჯვარი, საფულე და სხვა პირადი ნივთები ჩამოართვეს და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. გულზე მეკეთა ჯვარი და ისიც კი ჩამომგლიჯეს, ანუ აბსოლუტურად სუფთა ვიყავი, რამდენიმე ეტაპად გამჭრიკეს დაკავების დროს, სხვადასხვა ადამიანი მჭრიკდა და ნუ სულ ვამბობდი, რომ უკვე რაც მქონდა, ყველაფერი წამართვეს თქო, არაფერი არ მაქვს თქო. სამართლებრივად უნდა დამიბრუნონ ალბათ, ხო? ნივთი, რომელიც მე მეკუთვნის, უკანონოდ ჩამომართვეს და უნდა დამიბრუნონ წესით. ჩემი ტელეფონი ახლა არის აი აქ. და ეს რა ლოკაციაა? ეს არის გორში, ჭავჭავაძის და სამეფო ქუჩის კვეთა. რომ მიაკითხოთ? ნუ რამდენიმე საათის წინ იყო აქ ხოლმე შემთხვევაში, ხა აღარა ჩვენებს. რომ მივაკითხო, რას ვის მივარ. ისე მივარ პოლიციაში და ვეთქვი, რომ აი აქ გამოჩნდა თქო, მოხდება რამე, ალბათ არაფერი არ მოხდება. ნოდარ აროშიძისგან განსხვავებით ფოტოგრაფი დარწმუნებულია, რომ მოპარულ ნივთებს არავინ დაუბრუნებს. სპეციალური აპლიკაციით ხედავს, რომ ტელეფონი გორშია, მაგრამ არ იცის სად გაქრა ფოტოკამერა, რომელიც ათასობით ლარი ღირს. აროშიძეს საპროტესტო აქციაზე მუშაობის დროს სპეცრაზმი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. ვარ ფოტოგრაფი და ვემზადებოდი და ვახარისხებდი ჩემ კამერებს, როდესაც გაიღო უცებ პარლამენტის წინ რომ არის რკინის კედელი, იქიდან გამოცვიდნენ ჩაფხუტიანები, არ ვიცი რა ქვიან მათ, დაუწყეს ხალხს სემა და რომ წამოვდექი რა შვები თქო, ამ დროს მეც წამიყვანეს, კარგად მბრეგვეს, მცემეს. მერე წამიყვანეს საპატრულოში, სტანდარტული ისტორია, იქ შეეცადნენ რომ ხელი მომეწერა ჩვენებაზე, რომ ვითომ მე ვისროდი ქვებს და რაღაცა პოლიციის კორდონის გარღვევა მინდოდა, ამას ხელი არ მოვაწერე, თავი მქონდა გახეთქილი, ტუჩი მქონდა გახეთქილი, 10 დღის წინ იყო უკვე, ყბა მქონდა გაციებული, ხელი მაქვს დღემდე დასისა, გზნობა მაქვს დაკარგული. სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო გიორგი ბრეგვაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს სხდომამდე 1 საათით ადრე დაიბარეს. სტუდენტი იხსენებს გატაცებისა და ფიზიკური ანგარიშწორების დეტალებს. ამბობს, რომ სასტიკად ნაცემი საგარეჯოს იზოლატორში 48 საათის განმავლობაში ამყოფეს. მირთყავდა 3 სპეცრაზმელი ერთდროულად, გარდა ამისა, ჩემი სტუდენტური ფულით ნაშოვნი ტელეფონი, რომლის სესხსაც ჯერ კიდევ ვიხდი ამომაცალეს, მომპარეს, თვალში მომხვდა, ჩაურჯება მაქვს ახლა და სავარაუდოდ ჰემატომაც არის, როგორც ექიმმა მითხრა. და ლინზა ამომივარდა თვალიდან 48 საათი გავატარე მარცხენა ლინზის გარეშე, იმიტომ რომ მუშტი რომ მომარტყეს ლინზა გამოვარდა. ფრანც კაპკას პროცესში მგონია თავი, ეთყობა იოზეფ კ-ს ცილი დასწამეს და მაგიტომ დააპატიმრესო. ეს არის ნაწარმოების პირველი წინადადება და რაღაც ეგეთი აბსურდული რეალობა არის, რომლის წინაშეც ვდგავარ. საქალაქო სასამართლო განიხილავს სხვა საქმეებსაც, მათ შორის 17 ნოემბერს მოქალაქეების მხრიდან გზის გადაკეტვის საქმეს. 11 პირი დღეს სასამართლოში დაიბარეს. პროცესზე ყველა ადასტურებდა, რომ ქუჩაში მოქმედი ხელისუფლების გასაპროტესტებლად გავიდა, გარდა გიორგი მამისაშვილისა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქციის დღეს გაჩერებაზე იდგა და რუსთავში მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა. მოქალაქისთვის გაუგებარი აღმოჩნდა სასამართლოში დაბარების მიზეზი. ვიდექი საპატრიარქოსთან ველოდებოდი მარშრუტკას. იყო გზა გადაკეტილი, იმიტომ რომ მანქანები არ მოძრაობდა. მოვიდა 7 თუ 8 საპატრულო მანქანა, გადმოვიდა 20 პატრული. პროცესზე რას გადავეყრდინ, რას გეუბნები? რომ გადავკეტე გზა. გზა არ გადამიგებია. ნამდვილად არ ვიყავი აქციის მონაწილე, იმიტომ რომ ველოდებოდი სატრანსპორტო საშუალებას, რომ წასულიყავი სახლში. 11 პირის საქმეზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას დაადგენს. მოსამართლე გადაწყვეტილებას 16 დეკემბერს გამოაცხადებს. ანტირუსული აქციების დროს ასობით მოქალაქე დააკავეს. უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებების სპეცრაზმმა მიაყენა. ფაქტები ასახულია ფორმულას ობიექტივშიც. ამ დრომდე გამოვლენილი და დასჯილი არ არის არც ერთი ძალოვანი, რომელიც მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ.